თორნიკემ ცოლი მოიყვანა. ანუ იდეაში რისთვის ვაკეთებ აბა. მედმოსე 86. თქვენ უფრო ხართ რეპერები. გაზას ამბავზეც მინდა რომ კითხო 1-2 შეკითხოთ. ჩვენ რო ბითი ჩაგიხდეთ. იმენა აქვე. ამ წამს გარება. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, მადლობა რომ გვიყურებთ, დაუბრუნდით ისევ Smart Podcast-ით. ხო და ნუ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. სხვათა შორის ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს. რა სიახლეა? იქნება მე არ ვიცი, შეიძლება შენ გაქვს. არა, შენ კარგად იცი, იმიტომ რომ თორნიკემ ცოლი მოიყვანა. ხო და კომენტარებში დაგვიწერეთ, მიულოცეთ, დაგვიწერეთ და თორნიკეს დაუწერეთ, მიულოცეთ ეს მაგარი ამბავი და ორ-ორი გული დაუწერეთ კომენტარებში რა. და სხვათა შორის მე დაგიგავ ფიქრობდით რომ საგორწილო საჩუქარი რა ვაჩუქოთო თორნიკესო და დღეს ჩვენთან სტუმრად არის მედმოსე. აი ესეთი ამბავი, ესეთი სიურპრიზები ტრიალებს. მადლობა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ და აქედან მოკითხოთ ჩემს მეუღლეს უკვე შემიძლია. ძალიან კარგი. სტუმარს მივესალმოთ, მოდი. მივესალმოთ რა თქმა უნდა. აბა როგორ ხარ, გამარჯობა? გამარჯობა, კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, რა ვიცი, აი თორნიკემ ცოლი მოიყვანა. გილოცავ და ოჯახებას გამრავლებული მინდა. ხო, სხვათა შორის, ჯერ ჩვენთან პოდკასტში არ ხარ შენ შემოსული, იმიტომ რომ შენი წარდგენები არ ყოფილა რა, არ გამოგვიცხადები ხარ რა. უბრალოდ ჩვენი სტუმარია მოსე, ეგრე ხო არ არია რა. ხო და ჩვენ სამივენი ვართ მედმოსე, ხო. ჩვენ სამივენი ვართ ძალიან ინდივიდუალური ადამიანები, ამიტომ სამ ვარიანტს შემოგთავაზებთ, თითოეული ჩვენგანი თითოს და შენ რომელსაც აიწიო და რომელსაც გაგისწორდება, შემოდი და დავიწყოთ. სხვათა შორის, კაი, მოდი. სანამ ვიტყვი ამას, მინდა ვთქვა, რომ მოფიქრებული მქონდა წინასწარ, მაგრამ რომ მოგესალმე და რო გნახე და რო გაგიცანი, მე მომფიქრდა ახალი. გადავაკეთე და ანუ მინდა. კი ვარ მიხდელი ხა ძველი რომელი იყო და რომელია, მაგრამ ამ ახლით წავსგებით განსაკუთრებით. აი გულწრფელი იყო. კი ბატონო. მაშასე მეგობრებო, ჩვენი სტუმარია პატარასთან პატარა, ბიტთან MC, მედმოსე 86. ვაუ, ძალიან იმპროვიზაცია. აი, მიდი. ბიჭო მე მეშინია რო თქო. თქვენ უფრო ხართ რეპერები. მე კაი, წინასწრობას გავაკეთებ მაშინ. მე არ ვამბობ, ამბობენ. აჰა, ოკეი. ანუ ამას დავუფიქრეთ კარგად, ამბობენ. კაი, მიდი. დღეს ჩვენი სტუმარია ადამიანი, რომელიც აღნაგობით მორაგბეს გავს, ჩაცმულობით დაცვას, მაგრამ ბითი რო ერთება იმენა MC-ა, მედმოსე. 86. 86. კაი, მე მომეწონა სხვათა შორის კი. მეორეზედაც მაგ 58. არ იქნება აუცილებლად 58-იც იქნება. ნიკა შენ რა გაქვს აბა? ჩვენ ახლა ვიმყოფებით Smart Podcast-ში. არ მოიხსნათ უსაფრთხოების ზღვედები და დაელოდეთ პილოტის ინსტრუქციებს, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარია მედმოსე. მე ვარ მაისური, როგორი გაქვს? 58. 58. რაღა ვთქვა მეტი? 58. არა, ფრისტაილის უნარი კი, კაი. არა, კი, სერიოზულად. კაი, რომელზე კაი, შემოხვიდო? ეგ არის, ეგ სამი ვარიანტი იყო რა. აუ, რა ვიცი. მეორეზე ალბათ. მეორეზე. არა და ყველაზე მეტად ეშინოდა. ო, გიგას, მაგრამ გარის, აი, ამიტომ და გარის კოცო. არ არის საშიში, იმიტომ რომ მართლა მორაგბე ვიყავი პროფესიონალურ დონეზე 5 წელი ვთამაშობდი. სათამაშობდი. თიანეთის გუნდში. თიანეთის გუნდში ვთამაშობდი თავიდან, ანუ ახალი შექმნილი იყო რა. ჩვენ ვიყავით პირველი თაობა იმ გუნდისა, რომელიც შეიქმნა რა. ვა, ძალიან მაგარი. მე გადავედი თბილისში აკადემიაში ვთამაშობდი, TBS-ში ვთამაშობდი და მე რაღაც ნაკრების ვარჯიშებამდე და რაღაც დამტრეული ვიყავი უკვე და ნელ-ნელა წავედი. რა პოზიციაზე თამაშობდი? 12 ნომერზე. 11-12 ნომერი, ანუ ხაზის თამაშობდი. მოიწონს, ჭირდება მიახსნა, ვიცი, კარგად. ყოფილი მორაგბე. ხაზთან, ხო? ხაზს დავიცით. ამ შემთხვევაში ჩვენ რუსთავის ხარებს წარმოვადგენთ. დიდ? წარმოვადგენთ ხო რა? ნიკა 10 ნომერი იყო ხოლმე და მე 9 ნომერი ვიყო. ფლანგებზე ვთამაშობდი ხოლმე ხანდახან და ხანდახან ხაზში 12-13. ვაუ. სხვათა შორის რაგბი არის ეგეთი სპორტი ჩემთვის, რომ დაახლოებით პატრიოტულ დონეზე უყურებ ძირითადად რა. ერთი 60 ჯერ მაქვს ნანახი და 60 ჯერ მაქვს ნანახი და ყველა ჯერზე ახალ წელს ვიგებ.
რომ ეს ესეა? ხო. სულ ახალი წესია და ძალიან რთულია რა, ჩემთვის ახლა არ ვიცი ყველა წესი და კიდე დარწმუნებული ვარ კიდე ითამაშებ საქართველოს და კიდე ახალ წელს გავიგებ. კაი, მედმოსე რომ მოდიოდა ჩვენთან სტუმრად, ვის გეგონათ რომ რაგბიზე დავიწყებდით მინდა ახლა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, შენ ახლა პოპულარული გახდი PvP-ში მონაწილეობით. ხო ესეა? მანამდე თუ გქონდა ეს მაინტერესებს რა ქვია რა თუ ეს პირველი იყო რომ გამოხვედი პირველი გამოჩენა იყო აი როგორც რეპერის რა და როგორც MC-ს ეგ იყო თუ მანამდეც გქონდა რაღაც ტრეკები თუ ოფსაიდან გაიჩთე ანუ გაჩითვით ესე ფართო აუდიტორიის წინაშე PvP Flow-დან ანუ გავპიარდი და გავვარდი ასე ვთქვათ ანუ მანამდე დიდი ხანი ვაკეთებდი უბრალოდ რაღაცა კონკრეტულ მომენტებს ან კონკრეტულ ტრეკებს ვაქვეყნებდი მხოლოდ რა ძალიან რაც მომწონდა მე თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს ბითებიდან დაწყებული ყველაფერს დამთავრებული რა და ნუ ასაკიც ცოტა არ მიწყობდა ხელს რა მთლიანობაში თან ვსწავლობდი თან ვაკეთებდი ეგეთი თემა იყო და მე ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ დაიწყო ეს პირველი სეზონი რომ დაიწყო უყურებდი მომწონდა მანამდე საერთოდ აკაპელა ბეთლებზე underground გამოსტილებაც მაგ და ტიპებთან მიბეთლავია კი. მაგრამ ეს ბიტზე რო დაიწყო, იმდენად მომეწონა და იმდენად ჩემი იყო, რომ ან ფინალზე მივედი. საერთოდ არ ყოფილვარ მანამდე ნამყოფი ესე ბეთლებზე რა. და ფინალზე მივედი და ძალიან მომეწონა ის ატმოსფერო და მეთქი ახლა აქ მე რო ვიდგე, ძალიან მაგარი იქნება თქო რა და ძალიან ბევრს ვიზავ თქო. დავფიქრდი და მეორე სეზონი როგორც კი დაიწყო, სადღაც 15 წუთი ვიფიქრე. გავიდე თუ არა მეთქი მეორე 15 წუთში შევწერე შესარჩევი და გავედი ეგ იყო მაგარი ახლა PvP-ზე პირველ მისვლაზე გამახსენდა მაგარი ისტორია ჩემი პირველად რომ მივედი PvP ბეთლზე რა მოკლედ პელესთან ერთად მუშაობდით რა სცენარისტი იყო ჩვენთან ერთად და დაბადების დღეზე მივდიოდი საღამოთი რა და პალტოთი და რაღაცა ისე ვიყავდი რა და პელე მითხრა დღეს ვისა ბეთლი მაქვს რა მონტანასთან ქონდა ბეთლი რა და წამოდიო რა მეგობრობის პუნჩი ხო და წავედი და პალტოთი უდგარ პელეს და მედი აქა ვარ რაღაცა მაგრამ ერთ-ერთი ბეთლი იყო რომელიც წააგო ანუ პირველი ბეთლი იყო რა და მაშინ გავყევი მაინც ერთ-ერთი არ არის ორი წააგე და ის ხათოშორის იმპროვიზაცია იყო და ძალიან მაგარი იმპროვიზაცია იყო მან რა ერთი არ წაუგია ანუ ორი წააგო არა ვიცი მაგრამ ის პირველი წაგება იყო მეორე ვისთან წააგო იცი ვისთან წააგო ხო მივალთ მაგამოვეს ხო და ეხლა რატომ მოგიყვანეთ გულწრფელად გითხრათ რა ხო გინდა რომ გითხრათ გულწრფელად კარჩი შიდა სამზარეულო გვაინტერესებს PvP-ს რა აი ესეთი რაღაცები რაც არ გამოდის ხალხმა არ იცის რა ხდება აი რა ხდება საერთოდ აი როგორ აი კადრში რო კარგად ჩანს რა ვიცი ცუდი ტიპი არა ცუდი რა ეგრევე დაუძაბავ თქო რა შიდა ის გვაინტერესებს რა სამზარეულო როგორ დაგხვდნენ ისე აი რომ მიხვედი ხარ რეპერი ვარ წერ ტექსტებს და ეგრევე ყველა კარგად ხდება თუ ანუ როგორ ხდებიან თუ გააჩნია როგორი ხარ როგორ ნიჭი გაქვს ჯო არა ეხლა ეგრევე ვაუ და შენგენად ხოლმე რაღაცა არ იქნება ესნია რაღაცა პერიოდი არის საჭირო იმისთვის რომ რაღაც გაუშინაურდე ტიპს იმასთან რაღაც მეგობრული ურთიერთობა დაიჭირო თუნდაც ჯერი იყოს და გევასებოდეს რაღაცა მაინც ადამიანურ თემაში სხვანაირად არის რა და ნუ ეხლა ხო რაღაცა დრო იყო დროის მონაკვეთი რომ რაღაცა ეს ლაითი ურთიერთობა მიდიოდა და მე უფრო და უფრო ჩავძმაკაცდი და ნუ ვისთან ძმაკაცობ ხა ყველასთან ვერ ძმაკაცებს ხომ შენ ვისთან ძმაკაცობ ძმაკაცობით ესე არავისთან აი ყველაზე ახლო ურთიერთობა ვისთან ბანისთან არა ყველაზე კი ბატონო კი სად წერ ხოლმე ტექსტებს ტელეფონში ან კომპიუტერში ფურცელზე არა ფურცელზე არა ტელეფონში ნოუთებში პელეს ვაჩუქე თაბახის ფურცლების შეკვრა რა ერთი მთლიანი აოთხები და ანუ კომპიუტერი რო ეჩუქებინა ვინმეს ალბათ ეგრე არ გაუხარდებოდა ან ფურცელზე კი ვიცი ფურცელი და რაღაცა ბანის ეგრეწევს ბანის ხო? თავის ის ძალიან დამევას. არა, მე არ შემიძლია ახლა ხელით ძალიან იშვიათაა ის სკოლის მერე ხელით ძირითადად რა. თავის სპეცია აქვს წერა. როლ წერ ანუ მე ჩემ კალიგრაფიას უკვე ვეღარ ვკითხულობ. მე მაქვს ეგეთი ტექნიკა როგორც სცენარისტს რა. აი რაღაცას თუ ვერ ვფიქრობ და რაღაცა გავიჭედე რა. დავждები დავიწყებ წერას რაც მაგ გონებაში ყველა სიტყვა შემოწერ ფურცელზე და მე თავისით წერ რა. ანუ ყველა სიტყვას აი ნაგავი რაც გაქვს თავში რა. ისეთი ესე ბრჭყალებში რა თქვა ეგრევე გამოუშვებ დავწერ და მე მოდის ეგრევე რა. აი წერის
პროცესის დროს რა, იმაზე ფიქრობ ხოლმე, რომ აი ამას არ დავწერ, იმიტომ რომ გაუტყდება იმას. კი. ანუ არის ხო ეგეთი პონტები, აი რაზეც საუბარი არა რამე ეგეთი ლაინი თუ კაი, აბა რომ. აი რომ აი დაწერე მაგარი ხო და პროსტა გაუტყდება. მე ვიცი რომ ყველა არ არის ეგრე მაგალითად რა. ბევრი რაღაცები იყო ეგეთი რაც ამოვიღე, რომ აი გადავაფასე, რომ აი ეს როგორ უთხრა რა და მე როგორ ჩავხედო თვალებს. ხო არა მესმის. ანუ წინასწარ თანხდებით ხოლმე? კი, ანუ არის რაღაცა დაუწერელი რაღაცეები, რაზეც არ უნდა იმენა არ შეიძლება რა და ყველა რო გაგამტყუნებს ეგრევე რომ ეს რატო დაწერე და არის კიდე ისეთი რაღაცეები, რომ აი რამდენად მოდის შენ გაგებაში და შენ კაცობაში, რომ ეგ უთხრა იმას და რამდენად არ შეგაწუხებს მე შენ თავს რა. აუ ერთი კითხვაც მაქვს ძალიან შიდა სამზარეულოდან. ანუ რამდენი ხნით ადრე იცი რა აქვს დაწერილი შენზე? საერთოდ არ იცი. ანუ იმას რო გადის მაგალითად sound checks ან არ იცი. არ იცი? პირდაპირ ბეთლზე იგებ მაგას. არა და მე ვფიქრობ რომ ხანდახან არ მახსოვს ხა კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ ხანდახან ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ მეთქი აი ეს იმის წინა რაუნდი იცოდა და ხო, ლაინი რაღაცა დაასვა რა. არა. ანუ ეგ უბრალოდ ემთხვევა, ხო? ეგ თუ ვიღაცამ კონკრეტულად ასე ვთქვათ არ გაუბაზრა და არ თქვა. ისე ვერ გაიგე. არა, ისე ვერანაირად ვერ გაიგე. მაგრამ მან მეორე თემაც არის, რომ შენც ხო იცი შენი თავი ყველაზე კარგი, შენც ხო იცი და შენ იცი და იცი რაზე დაგარტყავს რა. ხო, კი. და მაგაზე ეგრევე პასუხს. ხო, ანუ ეგ არის რა, გამოცნობა არის შენი მოწინააღმდეგის, რომ ანუ შენ რო შიფრავ, რომ იმან რა შეიძლება გითხრას, მე იმაზე ამზადებ კონტრშეტევას რა. ეგ ჩვეულებრივი ამბავია, ანუ მაგას უნდა აკეთებდე თუ ბეთლემსი ხარ. მე მგონი ეგ მომენტები გაქვს შენ. კი, უფრო მეტად დავაფასე მაშინ, იმიტომ რომ მე გონა ხოლმე რომ მეთქი რაღაცები იცოდნენ თქო და მაგიტო ხა ეს თუ ამან მითხრა, მე ამას ვეთქვი და ეგრე იწერებოდა. შენი მინუსები შენზე უკეთესად ვინ იცის, ხო და იმან რა შეიძლება გითხრას თუ კარგი IQ გაქვს, ხაჭავ მაგდენის ფიქრს რა. რამე ისეთი ლაინი არის, რაც აი სიტყვაზე ვერ მოხდა ვიდეოში ამოიჭრა და ძალიან გული დაგწყდა, რომ აი ნეტა ეს ყოფილა. ჩემი? ხო, შენი. არა, ჩემი არაფერი ვერ მოჭრა. მე თვითონ ამოვიღე რაღაცეები ნიკისთან ერთადერთი ეგ იყო. ხო და მანდ ვეკითხავ მაშინ მაგას ჩაკითხვას, რომ თუ ყოფილა ისეთი ლაინი, რომ აი დაწერის დროს იფიქრე, რომ ეს ძალიან მაგარი იქნება, იქ ხალხს გაუსწორდება და ეგრე არ მომხდარა. ამ პირიქით არ გიფიქრია ეგრე და ხალხს სხვანაირად გაუსწორდა. აი ეგ მეორე ვარიანტი უფრო იყო ხშირად რა. აი რაზეც ვიფიქრე რომ მაგრად გაუსწორდებათ მეთქი, გაუსწორდათ მაგრად იმ დონეზე თუ არა რაღაც ოდნავ ცოტა დონეზე მაინც რა. აი ხა მაგალითად დელიო დელაზე გეგონა რომ ეგეთი ამბავი მოხდებოდა, ძალიან გაბაზდა რა, ძალიან ბევრგან შემხვდა ეგ მონაკვეთი. ეგ რაუნდი საერთოდ არის რაღაცა ისეთი ჩილი რა, ხალხზე მორგებული რომ აი იკაიფოს ხალხი რა. შესაბამისად ვიცოდი რომ რაღაც დონეზე გავარდებოდა, მაგრამ ანუ მაგ დონეზე თუ ყველას ეგრე არ მოეწონებოდა, ეგ ვეღარ გავთვალე. დრაკონი? დრაკონი ვინ გააღვიძაზე, როგორი ის ქონდა? დრაკონი, აი ეგ იყო იმენა იცი როგორი გათვალა იყო, აი რაღაცა ვაუ ეფექტი რა, რომელიც არავის არ უქნია ჯერ. და არც ველოდი რომ დაიწყო ეგ რაუნდი, ან ვერ მივხვდი უსებ და ვაუ მეთქი რა. ხო, ანუ მაგისთვის სჭირდებოდა რა ხა ნიკისთანაც მაქვს ნალაპარაკები მაგაზე და ეგონა რომ პელესთან როგორი ფანჩებითაც გამოვიდოდი, იგივე ფანჩებით, ანუ მხოლოდ ფანჩებით გავიდოდი იქაც რა. ხო და ეგრე არ გავაკეთე რა, ანუ ყველა ბეთლზე ვცდილობ რომ ახალი რაღაცა ისეთი შევიტანო, რაც აქამდე არ ყოფილა. და მაგ იდეებს ვარ გენერირებ ხოლმე ჯერ პირველ რიგში და მერე ვიწყებ უკვე იმის გარშემო წერას რა. ხო და ეგეთი ვარიანტი იყო ეგ დრაკონიც, ანუ ეგეც იმიტომ გავარდა, რომ აი რაღაცა ახალი იყო და ჯერ რო არავის არ არა, ხო, ძალიან ისე გავარდა თან, რომ ჩვენ მყავდა მაგ პერიოდში, მოკლედ სცენარებს უწერთ ხოლმე იმას, რომ მანსანკანის გუნდებს ხანდახან რა. ისეთ რა ქვია, სამსახურის მერე და მაგ მუსიკაზე შემოყავდა. დრაკონი ვინ გავიცა? იმიტომ რომ ძალიან ტრენდში იყო რა. ყველგან ეგ იყო. ყველგან ეგ იყო. ყველგან ეგ ტრია. კაი, მე მაქვს ეგეთი თამაში რა. ნახე. ხმა არ უნდა ამოიღო. სანამ შენზე მაგარ PvP MC-ს არ ვიტყვი რა. არტისტს რა. ოკეი. MC. ოკეი, დავიწყო. გავჩუმდე, ხო? ხო. თოვლი. ტოტო. ეგ არის. მართლა? არა, ხუმრო. ხუმრო. კაი, მოუგვეგ მე. კაი, ნიკისლო. კონტრა. კამი. პელე. პანი
აი, ხო ბანი იყოს. ბანი? ოკეი. შეიძლება ბანისაც რომ მოვუგო მომენტი. კიდევ იყო. არა, ორი ვარიანტი მქონდა კიდე. ანუ იანგ მაიკი იყო და ტაჰა. აი მაგაზე რო არ ამოგეღო ხმა ამოიღებდი მე. თუ მე საერთოდ გაჩვენდებოდი. ტაჰაზე შეიძლება მომეღო რა. აი ბანიზე და ტაჰაზე უფრო. ოკეი. კი ბატონო. შეიძლება დაჟე ტაჰაზე არ მომეღო ხმა და ბანიზე მომეღო. იმიტომ ისე რომელი ეხლა ფიქრობ რომ იმდენად მომატებული აქვს ბანის რომ რაღაც პონტში ანუ იმდენად ფორმაში არის და იმდენად ხშირად შვება მაგას, რასაც შვება რა. და იმდენად აი სახელდობრ Battle MC არის. ხო. რომ ფიქრობ რომ როგორც Battle MC და PvP-ის ტიპი ამ წუთას ტაჰაზე კარგია და იქნება. აუ ერთი ძალიან ისეთი კითხვა მაქვს რა. ცოტა უხერხულში რა შეგეძლო. მაგრამ როგორც არტისტი და როგორც ასე ვთქვათ, აი ყველაფერში კი ტიპები რო არიან, საერთოდ ყველაფერს რო აკეთებენ, მაგაში ტაჰა არის უინტერესი, აი დისკოგრაფიით გინდა თუ რითიც გინდა. მაგითი ყველანაირად ჯობია, მაგრამ აი კონკრეტულად Battles და PvP-ს თუ ეხება საქმე, ბანი ბევრად კონსისტენტ არის მაგ თემაში. კაი, ეგეთი კითხვა მაქვს რა. ანუ გიფიქრია ისე ბანისთან Battle-ზე? კი, ანუ პირველ სეზონში საერთოდ მე და ბანის არ გვევასებოდა ერთმანეთი და ბანის უნდოდა რომ ჩემთან ებეთლავა პელეს რომ მოუგე მაგიტო. ანუ ნიკი სლოუ და ეგ ანუ ტექსტშიც ვამბობ რა, ნიკი სლოუ და ეგ მართლა გამოვიდნენ და ორივემ გამომიწვია. და ყოა მითხრა რომ აირჩიო რომელთან გინდაო ბეთლაობა. და შეიძლება ბანისთანაც ვებეთლავა იმ მომენტში ნახევარფინალში და შეიძლება ნიკი სლოუსთან. რატო აირჩიო ნიკი სლოუ? რეალური პასუხი ვთქვა? ხო, აბა. იმიტომ რომ მაშინ იმდენად სწორად ვერ შევაფასე ნიკი სლოუ და ვიფიქრე რომ ნახევარფინალში დავიშვენებ ცოტაც და ფინალში კაი მე ვიქნები მეტი ენერგიით. ოკეი. ხო და ანუ სად მივდიოდი იცი რატო კითხე ბანისთან გინდა თუ არა მეთქი ანუ სეზონ ოფი რო იყო ბანი რო გამოვიდა და რო დათვალა ვინმე გამოდით. ანუ რატო არ გახვედი? მაგ დროს გულწრფელი პასუხი. ანუ იმიტომ რომ ბანისთან ბეთლაობა ამ წუთას არ მინდა. ანუ იმდენად ახლოს არის ჩემთან და იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს და ზვაკაცობთ რომ ანუ არ მინდა რომ ეგ ყველაფერი პროსტა ბეთლით რაღაცა უბრალოდ. ხო, მაგრამ ყოფილა ეგეთი შემთხვევები, მაგალითად გავიხსენებდი იანგ მაიკი KG-სთან იყო. ხო. აუ ეგ ძალიან დირთი იყო. და მეგობრები იყო იმ პერიოდში და ანუ სხვანაირი ვაიბი წამოიღო, რომ ვიცოდი რომ მეგობრები იყო. ანუ სხვანაირად მეცინებოდა და შეიძლება კარგიც იყოს ეგ, მე ესე უკვე მაგაც მოუწიათ. ანუ ეგ იყო სეზონის ბეთლი. და სეზონ ხო. ანუ სეზონს გარეთ ახლა რომ ბანი რო გამოიწვიო ეგრე არ გამოიწვიო. ბანი რო ითვლის და მე გავიდე, ანუ რატო? ხო, მესმის გავიდე. სეზონში თუ ორივე გავიჩიტეთ, შეიძლება ეგეთი რაღაცაც მოხდეს რა, რომ სოლო სეზონი დაიწყოს, მე და ბანი ორივე მივიღოთ მონაწილეობა და ისე დაალაგდება ყველაფერი, რომ მე და ბანი ფინალში შევხვდებით თუ შევხვდებით, ისე ვერ. გასაგებია. კი ბატონო. ძალიან საინტერესო იქნება ეს ფინალი. რეპერებს და იმსებს საუბრობთ ესეც ჩავშალეთ თემა. მოდი თამაში ხო არ გაქვს თორნიკე? ბიჭო, დრამატურგიის მიხედვით მინდის ყველაფერი. თან მიყვას უბრალოდ დრამატურგიას მიყვება ყველაფერი. მოკლედ, მე ახლა ჩამოგიწვლე რეპერებს. გეტყვი და შენ უნდა მითხრა, დაუფასებელია, სწორად არის შეფასებული თუ ზედმეტად დაფასებული? კარგი. ვაჩე. ზედმეტად დაფასებული. ძვალი. როგორც არის კაია. სწორად არის შეფასებული. პელე. კარგად არის. სწორად. ტაჰა. ტაჰაც სწორად არის. იანგ მაიკი. იანგ მაიკი როგორც რეპერი ვფიქრობ რომ ცოტათი დაუფასებელია. ვიდრე იმსახურებს იმასთან შედარებით. ზაზანოზაძე. სწორად არის. მედმოსე. სწორად არის ამ წუთას. ამ წუთას. ამ წუთას ანუ ანამდე დაუფასებელი იყო? ცოტა. ცოტა. კაი, აქედან რამოდენიმე კითხვა დამიბადა უცბად ხა. პირველი ვაჩაზე თქვა რომ ზედმეტად დაფასებულიაო. ეგ მაინტერესებს. იანგზე თქვა რომ დაუფასებელიაო და კიდევ ვინ იყო? პიკები იყო ეგ. არა, პიკები იყო ეგ. აი ეგორი ცოტა რომ გავშალოთ.
თუ რატო სადამდე თუ შეიძლება, მაგის რა. მაგაზე სწორი ეხლა მესმის ხო. რომ ვის არის რა ქვია ურთიერთობას თემას თუ ვერ არ დაიფუჭებ გინდა ვერავისთან მაგრამ თუ არა, შეგიძლია კი, რატო არა გავშლი, ანუ აი ვაჩეზე რატო ვთქვი ახლა, ანუ ვაჩესთან მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს. დიდი დისკოგრაფია აქვს, ნამდვილად, აქვს კარგი ტრეკები, ანუ ბევრი კაი ტრეკი აქვს, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს ყველაფერი გავს ერთმანეთს. ანუ ერთადერთი მაგიტო ვთვლი, რომ ზედმეტად დაფასებულია რა, ანუ ხალხს დაჭერილი აქვს რაც ხალხს უყვარს კონკრეტულად და იმის სხვადასხვა სახესხვაობებს აკეთებს. თორე როგორც MC ჩვენი MC. გასაგები. კარგი Young Mike რატო არ დაუფასებელი Young Mike ჩემი აზრით რაღაცა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე და აი რაღაც თავისივე გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე არის დაუფასებელი რა აი რამდენიმე ტიპაჟი და პერსონაჟი ყავს რომელშიც აი დაუშვათ ეს პერსონაჟი უფრო დაფასებულია ვიდრე თვითონ როგორც რეპერი და MC Young Mike და მარკალაზე იძახი ხო რა აი Fast Life. შარჟი ტიპები ვინც ყავს აი თუნდაც ინგლისური მიმართულებით რო Fast Life იყავს და ეს შემდეგ ეს ტიპი არის ბევრად დაფასებული ეს ნახევრად დაფასებული და ეს საერთოდ დაუფასებელია რა და ანუ ეს ყველაფერი საკუთარ თავში რო ერთ გზაზე გაერთიანებინა და მხოლოდ ესეთი კარიერა ქონოდა როგორც ჩვეულებრივი MC-ს რა ჩემი აზრით ბევრად დაფასებული იქნებოდა ვიდრე ოკეი. კი მაგაზე ჩემ აზრს ვიტყვი რომ Young-თან მეგობრობ და ჩემი აზრი მაქვს მაგაზე რომ ჩემს იმდენად იუმორისტული ისა აქ თვითონ რა უყვარს რომ ეხა მაგალითად Young Mike-ის სახელით რომ ბარკალა გაეკეთებინა მე Young Mike-ს დაარტყავდა ეგ რა ჩემი აზრით და ალბათ მაგით გააკეთე მე ესე ვფიქრობ აუ ისა ქვია ყველაზე შეურჩია პერსონაჟები ეხა ყველაზე აქტუალური თემას მინდა რომ მე შევეხო რა წეგან ჩამონათვალში ახსენე კიდევაც ზაზა რა ხო ზაზას ამბავზეც მინდა რომ გკითხო 1-2 შეკითხვა კი და ერთი შეკითხვა პრინციპში და შენი აზრიც გვაინტერესებს რა სხვათა შორის ზაზა იყო ჩვენ პოდკასტში პირველი სტუმარი ჩვენთან ჩვენი მეგობარი არის დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენი ზაზას და მოგითხა წარმატებები გვინდა რომ გისურვოთ რა შენი აზრი გვაინტერესებს ეხა ზაზას ირგვლივ რაც ხდება რამდენად ადეკვატური თუ არაადეკვატური სწორი თუ არასწორი არის ეს ყველაფერი რა იქ ცოტა ისეთ რთული კითხვაა მე უბრალოდ რა არ მომწონს იცი რომ ადამიანები ვინც მეგობრობენ ზაზასთან ანუ ისეთი არ გამოხატეს ჩემი აზრით ვიღაცებმა რა საჭირო იყო ჩემი აზრით და როცა ესეთი სიტუაცია ანუ ყველა ადამიანს აქვს თავისი გადაწყვეტილება და აზრი რა და მაგის გამო რომ ადამიანს ლანძღავ რომ თავის გადაწყვეტილება თავის აზრი აქვს ეგ არ მგონია სწორი პირველ რიგში არ ვეხები პოლიტიკურ რაღაცას ანუ არ ვეხები მე კიდე რას დავამატებდი იცი რომ ის რა ქვია კრიტიკა არის კაი ყოველთვის რა თქმა უნდა ჯანსაღ კრიტიკა ადამიანის ანუ ვიღაცა როცა გაკრიტიკებს ეგ არის შენი ძალიან მაგარი ის რა მხარდაჭერაც არის რაღაც მომენტში რა იმიტომ რომ კრიტიკა ასწორებს რა პროსტა ანუ მე ეგ ყველაფერი რაღაცებში გადაიზრდება ზედმეტი რაღაცები რომელსაც ადამიანებს ეგ მაგრად ეხავს რა თქმა ეგ უნდა მაგრად ეხავს რა ახლა ჩემი მე აზრით რა ყველანაირი კრიტიკისთვის მზად ვარ გეთანხმებით რაღაც ხრივ ორივეს ჩემი აზრით საზასთვის რა ანუ ეს არის მისი გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებაზე თვითონ ჩემზე ბევრად მეტი აქვს ნაფიქრი და ჩვენ ყველაზე ბევრად მეტი აქვს ნაფიქრი როგორც უნდა მოქცეულიყო იცის ანუ ასაკითაც ისეთი ადამიანი არის რაღაც ჩამოუყალიბებელი ვერ იქნება ფიზიკურად და ამდენი ხანია ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია იმიტომ რომ მისი შთაგონებით და ასე შემდეგ რაღაცები მაქვს აწყებული თუნდაც მე პირადად და ძალიან ბევრს კიდე საქართველოში მაგრამ რაღაცა დონეზე ეს ყველაფერი რაც არ უნდა აკეთო დიდხანს თუნდაც რა და თუნდაც აი თვითონ ამ ხელასახელი არის საზანოზაძე ხო ფიქს აი თუნდაც საზანოზაძე ხარ მაგრამ ეს ყველაფერი მაინც რაღაცა ძალიან მინიმალურად ფასდება რა რეალურად რომ მიუდგეთ იმის ხრივ რომ აი შენ ყავს ოჯახი შენ ოჯახს შენი თუნდაც ფინანსური რაღაცა სჭირდება თუნდაც შენ გჭირდება რაღაცა პირობები და გეძლევა ამისი შანსი რა ნუ ეხლა მე არ ვიცი მან კონკრეტულად როგორ იყო და რა იყო ძალიან ჩაღრმავებებს არ დავიწყებ მაგრამ აი მსგავსი გადაწყვეტილება რომელიც მე დიდ წნეხზე გადის შეიძლება მიიღო უბრალოდ
იმის გამო და რაღაც პონჩი თავი გაწირო, უბრალოდ იმის გამო, რომ შენი ოჯახი და შენთვის საყვარელი ადამიანები იყვნენ კარგად იმით რა. ეს არც მე არ ვიცი ზუსტად. ეხლა მან ანუ თავარ მე ერთ-ერთი ფაქტი არის, რასაც შევხედე და ვნახე, რა თქმა უნდა იმის ინტერესი რომ ეხლა მაგალითად რა ქვია, კლიპს რო გადაიღებ, ეხლა ბუნებრივია, როცა გადამღები ხარ და რეჟისორი ხარ და მუსიკას აკეთებ, მაგაში თანხას გადაგიხდენ, ეგ ჩეულებრივი ამბავია ხო ეხლა რა ვიცი. ხო და ეხლა მაგ დეტალებში შესვლა კი არ არის თავად ჩემი აზრით. თავარი არის ის, რომ ადამიანს ვისაც პატივს სცემ და მიყვები უსმენ მთელი ცხოვრება და მე რაღაცას გააკეთებს თავისი აზრიდან გამომდინარე და მე ამაზე ეგრევე რადიკალურად იცვლი აზრს, ეგ არ მგონია სწორი რა. და ვფიქრობ, რომ თუ ადამიანთან მეგობრობ თუ პატივს სცემ, თავის მის ყველა გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. რა თქმა უნდა, ეგრეა. ესე ვფიქრობ რა. კაი, გავიარეთ ეს. გავიარეთ და ეს რა ქვია. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ გადაწყვეტილება ჩემთვის მის მიმართ დამოკიდებულებას დიდად არაფერში არ ცვლის. მისი გადაწყვეტილება არის, ახლა მე ხო არ მიკეთებს მაგას. და კიდევ რაღაცას დავამატებ რა. მე ვიცი, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანს უნდა და ჩვენს გვინდა ყველას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ და დემოკრატიული პრინციპები იყოს და თუ ეს გვინდა, მაშინ ყველა ადამიანის აზრს პატივი უნდა ვცეთ. დავამთავრე. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. PvP-ზე, არტისტებზე რა ყველაფერზე ამაზე ჩვენი აზრი. ძალიან კარგი საუბარია. ძალიან მაგარი საუბარია, ვითამაშეთ კიდევაც. მაგრამ რა არის, იცი? როცა PvP არტისტი ყავს სტუმრად. ძალიან კარგია ხოლმე მისი მოსმენა რა. აი ხო? აღარ მუსიკალური მიმართულება. მუსიკალური მიმართულება. არა მარტო. არა, აუცილებლად ხო. ეხა შენ რაღაცებს ცოტა ისე იძახით რა. ხო და. არა. მაყურებელს მინდა რომ უთხრა რომ არაფერი არ გვაქვს შეთანხმებული, ეხლა თვითონაც არ იცის რას ვიტყვი. თვითონაც არ. ხო? არ დაიწყება. ხო და ეგეთი ის გვაქვს რა ჩვენ. მე მგონი არ შევიდაყრე. არა, არ დაიძაბო. მოკლედ გავიხსენებ. ეხლა ჩვენ რო ბითი ჩაგიხოთ. იმენა აქვე. ამ წამს გარებაო? კი. რა თქმა უნდა. არ ველოდებოდი ამ ფასს. ნახე, ეს არაფერი არ არის შეთანხმებული. დადე მიდი. აი აქ დადე შუაში. აგერ არის ჯიბი. არც ტელეფონი მომზადებული. ტელეფონიც არაფერი არ მაქვს. არაფერი მომზადებული არა. ჩავრთავ ხა მე ბიტს და დავაი შეკლასეც. იე. მიცანე? 86. ვა. იე. ვაუ. მე ამბოზებს როსტა არ ვუყურებ ზედას და თუ არ მევასება ვაფშე არ ვატარებ ზედას ვინც არაფასებს ჩემებს დაზევიდან გადახედავს პირდაპირ პოდკასტიდან მოვიკითხავ ამათ დედას ჩემი კრაისლერი ჯობია თქვენ ნაკირავებ ფერარს თუ გამიფუჭდა ფარი მაშინ ცალი თვალი ხედავს მე მიყვარს ჩემი ქალი ჩემი ქარი ჩემი ფელას და თუ რამე გაწყენინე პროსტა ცივი წყალი გედგას მოვედი მოვიტანე ამ პოდკასტში ჩემი ვერსი ამ დაკლეებულ ტიპებს უნდა დაუყენო წესი მედმოსე კატალონია თქველები ლეგანესი ვის რეალ პისტოლ Lero cannibali Suarez გადავუარე ბუგატის ენესი ვენომ GT Yo ძალიან კაი მართლა კრაისლერით მოვიდა კაი დამღავე კი როგორ ვაუ ძალიან კაი ძალიან კაი მადლობა და სწორედ ამიტომ მოდი გადავიდეთ ახლა შემდეგ ამბავზე ნაჯახი შეკითხვები რეპში გრამატიკას რატომ არ იცავთ? ანუ რეპს რა გითხრა? რეპს თუ ისე შევხედავთ და ისეც უნდა შევხედოთ როგორც პოეზიას, მაშინ პოეზიაში გრამატიკის დარღვევა რითმისთვის გამართლებულია და შესაბამისად შეგვიძლია რომ არ დაუცვით. ოკეი. ხალხი ხარ ეცოდინება თქო. კი, არა, ძალიან კაი პასუხი იყო. რა იცოდი ეს კითხვა თორნიკე? შეიძლება ჩემი დაწერილს არ ვიცი. ეს კარგი გამომწერის არის. შემდეგი. რეპში ფული აგიღია, ტეხავს. რეპში ანუ იდეაში რისთვის ვაკეთებ აბა. როგორ დებილი ვარ ეხლა. ანუ ეხლა ვინმეს წარმოუდგენია რომ მე უბრალოდ მივდივარ რაღაცა ლაივზე და რაღაცა 50 ტრეკს ვასრულებ და არაფერი აქ უბრალოდ ხალხი მოდის და უსწორებ და არაფერს არ ვიღებ. მოჭა ეგრე არ ხდება? ამას ფუსიღებ რაღაცა ცოტა ძალიან ისეთი არის, მე არ მეგონა. ხო, ანუ წესი ჩემთვის
რეპერები ფულს თუ იღებდნენ მართლა არ მეგონა კონცერტებზე შოუისე გამოდიოდა. ეხავს კი არა აუცილებელი არის, ანუ შენი სამსახური არის, შენი სფერო არის და რა თქმა უნდა გიფასდებოდეს როგორც ფინანსურად, ასევე როგორც საჭიროა ის. გეთახვებით ყველანაირად. შემდეგი შეკითხვა. მე ხა გავიდი მართლა. შენი აზრით მართლა მოუგე პელეს? არა გულში რაღაცა ისე კი მაქვს ჩარჩენილი რომ მეთქი შეიძლება მომიგო და იური მე მომცახმა თქო მაგრამ რა ვიცი პელეს რატო პელეს მაინც და მაინც პელეს და არაფერი არ უქნია საერთოდ ჩვენთან ყველაფერი დავიწყდა რაც კი შეიძლება და დავიწყე შეიძლება პელეს გამოგცნილი არის ხო ჩვენი გამომწერია ჩვენი გამომწერები ოკეი კი ბატონო კარგი შემდეგი ვნახოთ ყველაზე უცნაურ ადგილას სად გაგირებავს? უცნაურ ადგილას სად გამირებავს? პოდკასტის გარდა. არ ვიცი, არ გამირებავს უცნაურ ადგილას. ლიფტში, ალბათ. ლიფტში რა დროს გარებე? მოჭერ შუქი ჩაქრა და გამიღეთ კარი თორე არა, სანამ ჩადის რომ რაღაც საქმე არ გაქვს და რაღაცებს იგონებთან იქ სარკერო არის. ხო, სარკე. რომელ სართულზე ცხოვრობ? ლიფტი არ მჭირდება აი მაგისტვის უბრალოდ ან გავიხსენე სადაც რაღაცა. სადაც მოხდი და ლიფტით ჩადიოდი, ოკეი. ოკეი. კაი, შემდეგი შეკითხვა. ლიფტი მისაღები პასუხი. რა რჩევას მისცემდი ტაჰას? ოუ. რა რჩევას მისცემდი ტაჰას? არ ნაკლები მოწიოს ალბათ. მოიცა ხა გამკაცრებულია ვიცი რა სამა. გინა მოჭერით რა. სიგარეტზეა საუბარი. სიგარეტზეა საუბარი, სიგარეტზე. რა თანხად დაწერ ბოლოს არის სიმღერა. რამდენს იღებ? არ ვიცი მე ფასები არა ვარ კომპეტენტური. აი, ნახე. არა, რო ყავან და შენ როგორ შეაფასებ რა. ხო, არა სიმღერა დაგვიწერეო რა, მედმოსეო და რა სიმღერა თუ უნდა დაუწერო რაშიც მე არ დომინირებ და არსად არ ჩანვარ. არ ვიცი რა, რამდენიც ბიუჯეტი ექნება თალ. აბ გაიკითხავ, გამოიკითხავ, იქ იმას კითხავ, რამდენს იღებ ხოლმე. აუ რა რამე რიცხვი უნდა ეთქვა აქ რა. რაღაც რიცხვი და აქ მე შეიძლება ვიღაც დაგიკავშირო 15 თვე იქნება გიკავშირდება ვიღაცა. აი 6000. 6000 ლარად მეგობრებო, ბოლოს არისთვის თუ გინდათ სიმღერა 6000 ლარად დაწერს. მოგწერეთ ინსტაგრამზე სმარტულები. ჩვენ დავორგანიზებთ. ამაზე კონტრფანჩი უნდა მოვიფიქრო ეხლა უკვე, იმიტომ რომ 6000 ლარად. 6000 დაწერე. ეხლა ვიღაცა გამოიხმაუროს, მაგრამ 6000 ლარს ვიხდით შენ დაგვიწერო. ჰაიპია. გაგაჩნია ეჭვი რომ ჟიური მიკერძოებულია? ნუ რაღაც მხრივ ინდივიდუალური არის ყველა ადამიანი და ვინც მოგწონს იმისკენ ხარ რაღაც მომენტში მაინც მიკერძოებული და ეგ რა უჩვეულებრივი ამბავია ვფიქრობ. ოკეი. ოკეი. ანუ კიო რა. უსტოს ასე რომ კიო აი ხამბობს რა. რო უჭრიან ხოლმე კონტექსტი. რომ შეგეძლოს რომ რეპერს აუკრძალავდი სიმღერას, ვინც PvP-ზე იღებდა მონაწილეობას. ან იღებს. აუკრძალავდი. იდი თქვი ხა და დავამთავრეთ რა. რა ვიცი მე რა უნდა აუკრძალავ. რომ შეგეძლოს. ანუ რეპი, ანუ PvP-ში მონაწილეობა. არა ვიცი რა აუკრძალავ. რაც უხარიათ გულით რისიკეთებას აკეთებ. კიდე სულად აკეთებ. რა კეთილი რეპერია. ძალიან კეთილი რეპერია, დიპლომატიური და კეთილი. კი. ძალიან კარგად ჩავიარეთ ნაჯახი. როგორ მოგეწონა კითხვები? მშვენიერი. იყო მონაჯახოები იყო თუ იყო ნაჯახებიც? რაცა ისეთი რა. ერთი ნაჯახიც ხო იყო? ერთი ორი იყო ახლა ჩვენს კი არა. ჩვენი პოდკასტის ბოლოს გვაქვს ხოლმე ესეთი ამბავი რა. სტუმრის 1 წუთი ესე ქვია. შენ გაქვს 1 წუთი, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ და ჩვენ გამომწერებს 6335 ადამიანს. რომლებიც ძალიან მაგარი ხალხი არიან მართლა რა. თითოეულ ადამიანს ვიცნობ აი სუპერ ტიპები არიან რა და მისამართებიც იცი. არა, მისამართები არა, მაგრამ აი ვიცნობ რა, იმიტომ რომ აი რაღაცებს გვიწერენ ხოლმე, აი კომენტარებს სულ გვერდში გვიდგანან, სულ გვილაიქებენ ვიდეოებს და მიმართე ხა ამ ხალხს და 1 წუთი ებაზრე.
გამარჯობა ამ არხის გამომწერებს ყველას წარმატებას გისურვებთ საკუთარ ცხოვრებაში. პროექტსაც, რა თქმა უნდა, რომელსაც თქვენ თვალყურს ადევნებთ, დიდი ყურადღებით და მოგწონთ და რაც თავარია ცხოვრებაში სიკეთე აკეთეთ ბევრი. მაგას რა შეიძლება დავამატოთ ახლა კიდე. ყოვლის მომსვლელი კი არის სიკეთე. რისი მოსმენა შეიძლება უნდოდეთ თქვენ გამომწერებს. შენგან? ალბათ შენი სფეროდან ალბათ რაღაცა ან არ ვიცი. ხო არ ვიცი, ჩემი სათქმელი რაც იყო ამ აუდიტორიისთვის ფიქრობ რომ ამოვწურე. ოკეი. დიდი მადლობა. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავი. მადლობა თქვენს. ვისაუბრეთ, ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოდ, კარგად გავერთოთ კიდევ. კი ბატონო. შენი ისიც მოვისმინეთ, რა ქვია, რეპი. მოიგრევნო. და გაასწორა, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენთან და წარმატებები. თქვენც უსურვეთ ახლა. კი, ნამდვილად. გელოდებოდი სამხმაში ხარ ვისაუბრებ. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ვიცით რომ ცოტა ხანში ძალიან მაგარი ამბავი იგეკნება, უბრალოდ ვერ ვიტყვით ახლა. კი, კაი სიახლეები. ელოდებთ სიახლეებს, რაც თავარია. და რა ჩვენ დაგემშვიდობებით ჩვენი პოდკასტი შეიძლება შემდეგი ერთ კვირაში პოდკასტი გავაკეთოთ ისე ანუ შეიძლება სხვა რაღაც გადაცემა ვნახოთ ცოტა გადავერთეთ ახლა ჩვენ ისეთ რაღაცებზე რომ სხვადასხვანაირი კონტენტი გვინდა რომ გავაკეთოთ ხო ეგეც გითხარით რა გითხარით როგორი ისწორდება იმას გავაკეთებთ ჩვენ მოკლედ ეგ იყო მადლობა მედმოსეს და ჩვენ დაგემშვიდობებით მადლობა თქვენს წარმატებები